პრევენცია ნიშნავს ხელის სწორად დაბანას. ეს უნდა ცდებოდეს 80%-ს. მინიმუმ ჰოსპიტალში 80% უნდა იყოს ხელის სწორად დაბანის მაჩვენებელი. ანუ მთელი პერსონალი სამედიცინო, ვისაც პაციენტთან აქვს შეხება, ეს შეიძლება იყოს პაციენტის ტრანსპორტერი, ექთნის დამხმარე, ექთანი, ექიმი, ანუ სამედიცინო პერსონალი. ექიმის ასისტენტი ყველა. და არა სამედიცინო პერსონალი ასევე სწორად უნდა იბანდეს ხელს. პირველი, რაც სერიოზული გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე რა არის, სწორად უნდა იყენებდეს დამცავ საშუალებებს, პერსონალურ ეს არის ნიღაბი, ქუდი, ხელთათმანი. სწორ სტერილურ პირობებში ახორციელებდეს უნდა ჩარევებს ინვაზიურს, ეს შეიძლება იყოს მარტივი კათეტერის შაყენებაც კი პერიფერულ ენაში უნდა მოხდეს ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ადეკვატურ სტერილურ პირობებში. მარტივად რო ვთქვათ, ჩავაყენე კათეტერი და მჭირდება წამლის შეყვანა. უსაფრთხო უნდა იყოს ინექცია, ამას ქვია უსაფრთხო ინექციას თავის წესები აქვს, როგორ უნდა დავიცვათ სანამ. ეს არის ხელი უნდა დავიბანო, უნდა მივიდე, ავიღო, ჩავიცვა ხელთათმანი, მივასხა სანამ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ stop cox, რაში ჩვენ წამალს ვაკეთებთ, ანტისეპტიური ხსნარი, გავაკეთო, დავახურო, კიდე მივასხა, გავიხადო. ანუ ეს პროცედურები ახლა ვთქვათ, უნდა იყოს დაცული სრულად. ეს არის ინფექციის ასე ვთქვათ პრევენცია.